სალამი სასწაული. გარეთ წვიმს, ცუდი ამინდია, ამიტომაც მე მოვედი ხასიათზე რომ გავიკეთო ყავა. ძალიან ცხელი გამომივიდა. და ვისაუბრო წლის ყველაზე ცუდ ფილმზე. Hey, მე ვარ კვენტინ ტარანტინო და ეს არის არხი მეთოდი. Hey, მე ისევ კვენტინ ტარანტინო ვარ. გამოიწერეთ მეთოდის არხი არ გამომა. წინა ვიდეოში შევეცადე რომ ცოტა ფილმ კრიტიკოს Scorsese Odyssey-ის აბსოლუტ სინემა სტილში მელაპარაკა. ამ ვიდეოში როგორც ადრე ვაკეთებდი, ისე მოვისულელებ თავს, რაც სხვათა შორის ძალიან გულწრფელად გამომდის. მე არ ვარ ანალიზის ხასიათზე, რადგან დღეს უნდა განვიხილოთ კაპიტან ამერიკა Brave New World-ი. Aldous Huxley ახლა ალბათ საფლავში ტრიალებს. Wilson. Thanks for coming in. ამ ფილმში უეცრად იჩნდება ჯანკარლო ესპოზიტო, რომელიც დასერიოზულების შემდეგ ყველა ფილმში თამაშობს Breaking Bad-ის Gus Frings. მაგრამ მაინც გადის, ისი მინეროჟია, კატეგორიაში. მისი პერსონაჟი იდეაში მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად არაფერ შუაშია სიტუაციასთან, რომ გეგონება ფილმი გადაიღეს, დაამონტაჟეს და ესპოზიტოს სცენები მერე გადაიღეს და დასრულებულ ფილმში რაღაცნაირად ჩაამონტაჟეს. სხვათა შორის მართლა ეგრე მოხდა. თავარ კონფლიქტამდე სანამ გადავლენ, ფილმი იწყება პატარა თრახით, რომელშიც ფილმის შემქმნელები გვიჩვენებენ, რომ სემ ვილსონი ქუჩურ ჩხუბში მხეცია. ჯიგარი სუპერგმირის შესაქმნელად ტიპები იმის მაგივრად, რომ რაღაც შთამბეჭდავი სტორი შექმნან, ან შთამბეჭდავი სიტუაცია გვაჩვენონ, უბრალოდ იქეთ-აქეთ ისვრიან კლიშე ფრაზებს და ამით გონიათ, რომ საკაიფო ტიპს შექმნიან. Captain America, I dreamt of killing was bigger than you. I'm happy to disappoint. You need a minute? Nope, let's get this over with. I got shit to do today. Save some for us, Cap. He has a fractured arm, so be gentle. ცოტა საქმე ჩვენც უნდა დაგვიტოვო, არა? ვერ მაგთხარა. ვინა ეს როჟა, რატო ეჩხუბება, რა უნდა, ყველას მაგრად კიდე. ან ეს როჟა ვაფშე საიდან გაიჩნდა და რატოა ახალი ფალკონი, ყველას მაგრად კიდე. ალბათ წინა ფილმის პოსტკრედიტში იქნება. ყველას მაგრად კიდია. ან მანამდე სერიალში გამოჩნდა ყველას მაგრად კიდია. კომიკონზე ხო არის დასაწყისში ახალი სუპერგმირებით დათვირთული სუპერგუნდის შექმნა მიმდინარეობს. და ნიკ ფიურის ამპლუაში მყოფი OG ფალკონი, AKA ახალი კაპიტან ამერიკა, ამოქეკავს ტიპს, რომელიც შეხვედრისთანავე ხაზს გაუსვამს, რომ ჰომო საპიენსია. კაი, ჯერ პირველი იყოს მიმატება და მერე გამრავლება. ბაზარია. ჰარისონ ფორდს უბრალოდ სახეზე ეტყობა, რომ თამაშის დროს მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში. ფული. აი, კაცმა რომ მკითხოთ, რა გამოარჩევს ახალ კაპიტან ამერიკასო, რას ეტყვით? ანუ, იმის გარდა რომ შავკანიანია, ვერაფერს. ამ პერსონაჟს არც მაშინ პრინციპში და არც ახლა არაფერი ავთენტური არ აქვს. ტიპი გეგონება ჩხუბამდე ChatGPT-ს ეკითხება რაიმე საკაიფო ფრაზები მითხარი, რომ უფრო თესლი ტიპი გამოჩნდება. მარველის კინოსამყაროში პერსონაჟების პირველ გამოჩენაზე სულ კარგად მუშაობდნენ. საუბარი მაქვს მარველის ოქროს ხანაზე. ახლა კი ეს პატარა ქალი საერთოდ რა ლევად იჩნდება. შუა ჩხუბის დროს თავს ისე ამოყობს, გეგონება უბრალოდ მასოვკის წევრია. მერე აღმოჩნდება, რომ ნიშნულოვანი ვინმეა, როგორც მინიმუმ screen time-ი ბევრი აქვს, მაგრამ აი არაფერი დასამახსოვრებელი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სხვა პერსონაჟებთან შედარებით დაბალია. ალბათ ეხლა ბევრი მეტყვის. საბა, ეს პერსონაჟები და ბევრი სხვა კიდევ აჩვენეს სერიალში. და შენ თუ გეზარება თვალიადევნო მარველის 1077 ფაზის მე-7 სექტორის კოსინუსის მნიშვნელოვან მომენტებს, მაშინ ნუცკუის ყოლოფო და პირდაპირ თქვი, რომ შენ გეზარება თვალიადევნო მარველის 1071 ფაზის მე-7 სექტორის კოსინუსის. მარველის ფანბაზა Endgame-ის შემდეგ გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია ხალხი, რომლებიც ბოლომდე გაყვნენ ყველა პერსონაჟის story-lines, არ გამაცხადეს არც ერთი ფილმი და უყურეს ყველა სერიალს. ხოლო მეორე ნაწილია ხალხი, რომლებმაც Endgame-ის შემდეგ აიღეს დიპლომი, იპოვეს სამსახური, დაქორწინდნენ. არსებობენ მსახიობები და პერსონაჟები, რომლებიც მეორე ხარისხოვან როლში ბრწყინავენ და კარგი საიდკიკები არიან.
მაგრამ ღირს უბრალოდ გახადო ისინი მთავარი გმირები და პრობლემები ეგრევე იჩენს თავს. სემ უილსონის პრობლემა საერთოდ არ არის გახსნილი და დამუშავებული, უბრალოდ რო იყოს სცენარში, იმიტოა მითითებული, რომ აი ტიპს უნდა გახდეს კაპიტან ამერიკა, მაგრამ ამისთვის სუპერზალები არ აქვს და უჭირს მტრებთან შეჯახები. მაგრამ აი ფილმს უყურებ და ეს თემა საერთოდ გაშლილი არა. ენტონი მაკი პროსტა არ არის წამყვანი როლის მსახიობი მით უმეტეს სუპერგმირულ ფილმებში. ნუ ვერ ქმნის ეს კაცი მაგ ხასიათს და მით უმეტეს სანდო კაცის განცდას საერთოდ არ გიტოვებს. აი, სად ეს კაპიტან ამერიკა რო დაგილეწავს გუშინ ნაყიდ მანქანას სამყაროს გადასარჩენად და მე ასეთი სახით შემოგხედავს? და სად ეს რო იზამს იგივეს და შემოგხედავს სიფათით, რომელზეც იმენა ეტყობა, რომ წინასწარი ცოდა რომ მანქანა დასხვეული არ იყო. მეგობრებო, ახლა ჩვენ გავეცნობით მარველის სტაფს. სალამი, მე ვარ მარველის პროდიუსერი და წლებია უკვე საკუთარ თავს ბევრს არ ვთხოვ. სალამი, მე ვარ მარველის მემონტაჟე და ცნობილი ვარ იმით, რომ რეჟისორს არაფერს არ ვუკარგავ. სალამი, მე ვარ მარველის რეჟისორი და ვფიქრობ, რომ სალამი, მე ვარ მარველის სცენარისტი და ძალიან მიყვარს გუნდში მუშაობა. სად მივყავართ მატარებლის ლიანდაკს, სად გარბიან ჭელი ფოლგისრი. და თქვენ თუ გონიათ, რომ მარველზე ცემენტის დასხმა დასრულდა, ცდებით. როგორც ერთი კაცი ამბობს, I could do this all day. სპეციფიკები. ეს რა უბედურება. გეგონება სპეციფიკების შემქმნელის მუშაობის პარალელურად ემართებოდა ადრეული დემენცია და ეშლებოდა ტვინი. ტვინზე გამახსენდა. იცით რითი ჰგავს წითელი ჰალკი ჩემს ტვინს? ორივე ბავშვის ტრაკევით გლუბი. გმირის მოღამი ისაა, რომ ვიღაცა რაღაცისგან ან ვიღაცისგან უნდა იხსნას. აქ კი არიან მტრები და დაჟე ორი, მარა საერთოდ არანაირი საფრთხის შემცველები არ არიან. შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ აი სიუჟეტის მიხედვით. კი ბატონო, სიუჟეტის მიხედვით შეიძლება არიან, მაგრამ მე რო ვუყურებ ამ ტიპებს, მე ვერ ხვდები რატო უნდა მეშინოდეს მათი. და რატო უნდა ვგრძნობდე, რომ ეს ამ თავარ გმირს ან ვინმე შეუქმნის საფრთხეს. არ იგრძნობა ეგ. თავარ მტერს არ აქვს დამუშავებული მისი მსოფლმხედველობა და ეს არ არის საერთოდ არის ნაჩვენები. კარგად. ზოგან თავარ მტერს რო დაყვება მისი კომანდა, აი მაგათგან ნებისმიერი რომ გახადო თავარი მტერი და არაფერი არ შეუცვალო, დაახლოებით იგივეა ამ ფილმში. წითელი ჰალკი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ჰალკი ეჩხუბება ვიღაცა მტერს და ეს წითელი ჰალკი უბრალოდ უკანონოს. და ანუ ეგაა წითელი ჰალკი. და პრინციპში იგივე შეიძლება ვთქვათ თავარ გმირებზეც. საბოლოოდ ფილმში არანაირი მორალი არ არის. ანუ საგმირო საქციელი რაღაც სათქმელი ხო უნდა იყოს მოტივირებული, არა? აქ ეგ სათქმელი საერთოდ არ იცნობა. და მაგიტომ რო უყურებ, კი ხვდები ფალკონს რა უჭირს, მისი პირადი გაჭირვება რა აქვს. მაგრამ არანაირად არ უკავშირდები მას, იმიტომ რომ უბრალოდ დიალოგებში ნახსენები რა უჭირს. და ანუ ასე სცენებში რამე გაშლილად, რამე სტორიში განვითარებული მისი ტანჯვა არ არის. ღმერთო, იმდენად იდიოტი არაფრის თქმელი და მერე რა ვაფშე რა საჭირო იყო ფინალი აქვს, რომ ხელები მეკავება დაგისპოილერებ. ამიტომ ჯობია დროზე გავჩერდე. ფილმს ვაძლევ 2-10-დან და საყურებლად კი არა, ვაფშე სახსენებლადაც არ გირჩევთ. არ გირჩევთ კი არა, გიგრძავნოთ. დღეისათვის ეს იყო რაღაც ძალიან კარგ ფორმაში შევედი და мотиваცია მაქვს და ძალიან კაია და მიხარია რომ ვიდეოებს სცენარი დავწერე საკაიფოდ და რაღაცა დაულაგდი თითქოს და იმედია სტაბილურად გამოვა ყველაფერი და იმედია კიდევ რამე სიტყვები მომაფიქრდება რომ ეს სპიჩი გავაგრძელო ბოლომდე, იმიტომ რაღაცა კარგი ბოლო ჩანს ამ სპიჩს. თითქოს კარგ ვიდეოებს ვიღებ, მაგრამ ვაფშე არ ვდებ და რამდენი წელია უკვე არაფერი არ გამიკეთებია და ნელ-ნელა შეიძლება თვითმობაში გადავიდეს ეს სპიჩი, ამიტომ ჯობია დროზე გავჩერდე და მონტაჟზე ალბათ ამ ყველაფერს ამოუჭრა, შეიძლება არ ამოუჭრა, შეიძლება იმენა ეს ნაწილი დავტოვო და რაღაცნაირად ბოლოში მოუჭრა როგორც ვაკეთებ ხოლმე. კარგად.